ბავშვობაში ექიმობაზე და თეთრ ხალატზე არასოდეს უოცნებია. არც ოჯახში ყოლია ექიმი. თუმცა ოჯახმა მაინც იქონია გავლენა და დღეს ის ცნობილი კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილია. ოჯახიდან მოდიოდა ის ფაქტი, რომ თქვათ ძალიან ისეთი კარგი ბავშვი ვიყავი და შენ ალბათ უნდა ექიმი იყო და რაღაც შეიძლება ეგ მომენტები იყო, რომ ვიხსენებ რაღაც იმას, რა. ბებია ჩემის დონაცინი, რა ნებიები ილიკო და ილარიონში რო არის, ჩემი შვილი დოქტორი უნდა გავშეხო. ბებიასაც რაღაც ისეთი იყო, რომ შენ უნდა მომიარო და შენ რაღაც. ნუ რაღაც პერიოდის მერე ხა მაშინ კიდე საბჭოთა კავშირი იყო იმ დროს. ძალიან ბებერი ვარ და მოკლედ იმ პერიოდშიც როგორ იყო რომ რაღაც ტენდენციებიც ალბათ იყო, მაგრამ ზოგადად მინდოდა ექიმობა. მე რაღაც გონებაში გიждდება ალბათ რაღაცა და მინდოდა ექიმობა, მაგრამ რეალურად ვერ წარმომედგინა თუ რა იყო სპეციალობა ზოგადად. კარდიოქირურგიით მესამე კურსზე დაინტერესდა. გადაწყვეტილება მივიღე, რაღაც ერთი წიგნი გამოვიდა ახალი, ბაკულევის ინსტიტუტმა გამოუშვა კარდიოქირურგიის წიგნი და იმ წიგნის ყიდვის შემდეგ რატომაც უკვე გადაწყვეტილება მიღებული მქონდა, რომ მე უნდა გამოვიდე კარდიოქირურგი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა. შემდეგ იტალიაში. იტალიიდან ისევ საქართველოში დაბრუნდა. მაგრამ პროფესიული განვითარებისთვის კვლავ იტალიაში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება. საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, თქვათ, იტალიაში იმ პერიოდში სანამ საქართველოში დავბრუნდებოდი, თვეში ვაკეთებდი 1200-1300 ოპერაციას. საქართველოში რომ დავბრუნდი, პრაქტიკულად იყო 0. გავჩერდი. იყო თვეში 4-5 ოპერაცია და ჩემთვის ეს იყო დამღუპველი უბრალოდ, იმიტომ რომ განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. და უბრალოდ მივხვდი რომ რაღაცა უნდა გამეკეთებინა რა, იმიტომ რომ აქ შეუძლებელი იყო რომ რაღაც გამოცდილება შემეძინა და უნდა დავრჩენილიყავი რაღაც ისეთი გაყინულ მდგომარეობაში, თან ძალიან ახალგაზრდა ვიყავი გამოუცდელი. და ნუ წავედი იტალიაში. იტალიაში 14 წლიანი მუშაობის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს. ისევ საქართველოში ბრუნდება. ემიგრაციაში რო ხარ რიგითი ემიგრანტი, არ არის ისეთი იქ განყოფილების უფროსი ვიყავი, მინინვაზიური ქირურგიის მცირე განაკვეთებით ოპერაციებს ვაკეთებდი და ძალიან კარგად არ შემიძლია ვთქვა რომ ცუდად ვიყავი და ძალიან მიყვარს იტალიელები, მე თვითონ იტალიის მოქალაქე ვარ და არა მაქვს თქვათ ის ჩემი მეორე სამშობლოა ეს თქვა. მაგრამ ნუ აი ჩემ ქვეყანაში დაბრუნება რატომაც სულ twinში მიტრიალებდა და მინდოდა. ისრაელის და საქართველოს ერთობლივი ცენტრი შეიქმნა, ჰელსინკორი ქვია ხო? და მათთან მქონდა რა მოლაპარაკება ძალიან საკმაოდ სერიოზული ისეთი რომ აი ქაღალდზე დაწერილი პირველად. და ამის გამო გადავწყვეტე რომ ჩამოსულიყავი და ჩემი გზა გამეგზელებინა აქ და ჩემი გამოცდილება რაც თავარია რომ რა ვიცი ჩემი ხალხისთვის ხა ყველაზე მეტად ალბათ დაფასდები შენ ქვეყანაში. მისი ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად რთული დღე მის პროფესიას უკავშირდება. ამბავს უახლოესი წარსულიდან იხსენებს. თბილისში რო ჩამოვედი, ერთ-ერთი პაციენტი იყო ახალგაზრდა ბიჭოდა 13 წლის, ნუ განმეორებითი ოპერაცია ჭირდებოდა, განმეორებითი ოპერაცია ზოგადად რთული ოპერაციაა. ყველგან უარი უთხრეს ამ ბიჭს. და ნუ პრაქტიკულად როგორ წარმოიდგინეთ 33 წლის ადამიანისთვის როგორი არის რომ გეუბნებიან რომ არ გეშველება არაფერი. შანსი არ აქვს ვერ ოპერაციას ვერავინ გაკეთებს. მოვიდა ჩემთან. და რატომაც მოვიდა იმ აზრით რომ თქვენგანაც უარს მივიღებთ, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებში, დიდ ცენტრებში მითხრეს უარი და მე ესე ვთქვათ აუხსენე სიტუაცია, რომ აი რა რისკებთან არის დაკავშირებული ეს ოპერაცია, რომ ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია. ვთქვათ აი ხა მისი სიხარული არ დამავიწყდება და ვთქვათ მისი მეუღლის თვალებში ცრემლი რეალურად განვიცდი ძალიან. მეც თვალცრემლიანი წინა ოპერაციის წინ მის მეუღლესთან ერთად არ შემიძლია თქვა ვიტირეთ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში თვალცრემლები ქონდა ორივეს, იმიტომ რომ ხვდებოდით რომ შეიძლება ეს ადამიანი შესულიყო საოპერაციოში და ვეღარ გამოსულიყო. უმძიმესი ოპერაცია და ნუ აი სადღაც 12 საათი ოპერაციის შემდეგ გამოვედით და გადარჩა. გადარჩა და დღესდღეობით კარგად არის, რაც თავარია. მაშინ სიკვდილი დაამარცხა. მისი ყოველი ოპერაცია სიკვდილთან ბრძოლაა. მისი მუშაობა განსხვავებული ტექნიკით გამოირჩევა. შუნტების ოპერაცია გათვითცნობიერებული არის ყველასთვის, რომ ფეხზე უნდა ქონდეს განაკვეთი ადამიანის. გარდა იმისა, რომ გუმკერდი გაიჭრას, უნდა ფეხზეც გაიჭრას. თუ ორზე არა, ერთზე მაინც. იმისთვის რომ მოხდეს ვენის აღება და ვენის ჩემი ტექნიკა რაც ესე ვთქვათ განსხვავებული არის, ეს არის რომ ერთი განაკვეთით ვაკეთებ ამ ოპერაციას.
და არის ხოლმე შემთხვევები თუ ანატომიური პოზიცია მაძლევს მაგის საშუალებას, არის ხოლმე იმის საშუალება, რომ გავაკეთო მცირე განაკვეთით. ის რომ გუმკერდის გაჭრაც კი არ მომიწიოს და არც ფეხზე გაჭრა. მაშინ როცა თავს დასვენების და რამდენიმე დღით განტვირთვის უფლებას აძლევს, ბორჯომისკენ მოემგზავრება. ხშირად სტუმრობს სასტუმრო რიქსოსაც. ბორჯომი ჩემი ბავშვობა არის. ეს არის მთელი წაღოში აგარაკი გვაქვს არჯევანძის დღეში. და იმ აგარაკზე გავიზარდე პრაქტიკულად 3 თვე, 2 მინიმუმ, მაგრამ 3 თვე მაინც იქ ვიყავი და მე როცა უკვე მოზრდილი, ესე ვთქვათ, სკოლის მერე ჩემ მეგობრებთან ერთად ზამთარშიც კი ამოვდიოდი ხოლმე აქ აუცილებლად. ბაკურიანი, კუკუშკა დასვენების დღეებს ისევ საქმე მოსდევს. პაციენტები, კონსულტაციები, ოპერაციები და სამომავლო გეგმები, რომელიც საქართველოს უკავშირდება.